პირველ რიგში ყველა თქვენთაგანს ალბათ ბევრჯერ და ხშირად ესმის გლობალური დათბობის და გლობალური კლიმატის ცვლილების პრობლემის შესახებ. ხო? მე ცოტა ხანში გავჩერდები ამ თემაზე, მაგრამ ცოტა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს ამ მომენტში ის, რომ ჩვენ დიახ, ესე იგი კაცობრიობას არის შეშინებული მომავალი გლობალური კლიმატის ცვლილებით, შეიძლება უახლოეს ათწლეულებში, მაგრამ ამავე დროს ცოტა უფრო ესეთი დიდ გეოლოგიური დროის პერსპექტივას რო გადავხედოთ, ჩვენ ვცხოვრობთ გამყინვარების ხანაში. თქვენ ალბათ ყველანი ხართ ნამყოფი თბილისის მიდამოებში და თქვენ იცით, რომ ეს არის ტყეები, ეს არის ესეთი ბუჩქნარი ბალახოვანი საფარით დაფარული გორები და დაბლობები, ჭალის ტყეები, მაგრამ ჩვენ რომ გადავინაცვლოთ დროში და აღმოჩნდეთ სადღაც 20-25,000 წლის წინათ, ესე იგი მაშინ, როდესაც უკვე ჩვენი წინაპრები, ადამიანის წინაპრები ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ ევრაზიაში, ესე იგი ადამიანები, ეს ლანდშაფტი რელიეფს რო დავანებოთ თავი, გამოიყურებოდა სადღაც ესეთ. ეს არის ჩრდილოეთის ტუნდრა. ეს არის ძალზე ღარიბი ეკოლოგიური სისტემა, სადაც ბალახოვანი მცენარეებიც კი რაოდენობაც კი არის შეზღუდული, სადაც ძირითადად ესეთი ხავსები არის, სადაც წლის დიდი ნაწილი არის დაფარული მიწა თოვლით და ყინულით და ერთეულებით იფრება და ათეულობით შეიძლება ცხოველების და მცენარეების განსხვავებული სახეობების რიცხვი იმ ადგილებში, სადაც დღეს არის ასეულები და ათასეულები. და ალბათ გაგონილი გამყინვარების ეპოქის შესახებ და გამყინვარების ეპოქა ბოლო ჩვენი ეს არის პერიოდი, რომელიც ბოლო დროით ითვლება, რომ დაიწყო სადღაც 2.4 მილიონი წლის წინათ და ჯერჯერობით ჩვენ სულ უფრო ღრმად ვტოპავთ ამ გამყინვარების ეპოქაში, მაგრამ ეს ზღვარი 2.4 მილიონი წლის წინათ არის ძალზე პირობითი. სინამდვილეში ჯერ კიდევ გაცილებით ადრე, სადღაც 18 მილიონი წლის წინათ, მიოცენში, მიოცენი ქვია გეოლოგიურ დროს, მოხდა ეგრეთ წოდებული შუა მინომინოცენის კლიმატური ტრანზიცია. ესე იგი, ამ დროს დაიწყო დედამიწის ზედაპირზე აცივება თანდათანობითი და ეს აცივება მიდიოდა აჩქარებით. ჯერ ის მიდიოდა ძალიან ნელ-ნელა, შემდეგ მოხდა მისი აჩქარება სადღაც 5.5-6 მილიონი წლის წინათ და შემდეგ იყო პლიოცენის პერიოდი, როდესაც სულ უფრო სწრაფად ცივდებოდა და საბოლოო ჯამში ამ აცივებებმა მიიყვანეს იქამდე, რომ დედამიწა შევიდა გამყინვარების პერიოდში. ეს როგორც ხედავთ ამ სურათზე, აქ არის ტემპერატურის ცვლილება დედამიწის ზედაპირზე, მაჩვენებელი არის, ეს არის რადიოაქტიური იზოტოპებით, ასე ვთქვათ, გამოთვლილი წარსულის ტემპერატურა, ეს არ არის ესეთი თანმიმდევრობითი და ნელი პროცესი. ეს არის რეალურად მერყეობები, კლიმატის მერყეობები ტემპერატურის და ბოლო 18 მილიონი წელი საშუალო ტემპერატურა კლებულობს და ამავე დროს ამპლიტუდა, ანუ ცვალებადობა ტემპერატურის დროის განმავლობაში ხდება სულ უფრო მნიშვნელოვანი. და თქვენ ხედავთ, აი ბოლოს ჩვენ რომ ავიღოთ ბოლო 9 მილიონი წელი, 9 მილიონზე ცოტა მეტი, ეგ არის განსაკუთრებული გამყინვარების პერიოდის, ესე იგი კიდევ შუა გამყინვარების, შუა პლეისტოცენური რევოლუცია ჰქვია ამ დროს, როდესაც თვითონ პერიოდები გამყინვარების გახდა უფრო დიდი, გაიზარდა დაახლოებით 100,000 წლამდე და ამპლიტუდა, ანუ ცვალებადობა თბილ და ცივ სეზონ პერიოდებს შორის გახდა კიდევ უფრო დიდი. აი ბოლო ესეთი ციკლები თქვენ ხედავთ, რომლებიც იცვლება ამ სურათზე,
რომ წარმოიდგინოთ, ადრე იყო სადღაც 40,000 წლიანი ციკლები და ბოლო ციკლები არის თითოეული გრძელდება დაახლოებით საშუალოდ 100,000 წელი. სადღაც 80 წელი დედამიწის ზედაპირზე სულ უფრო და უფრო მძლავრი გამყინვარება ვითარდება. შემდეგ ეს გამყინვარება იცვლება სწრაფი დათბობით. ეს დათბობის პერიოდი გრძელდება 15-20,000 წელი და შემდეგ შედის შემდეგ გამყინვარების ციკლში. და ჩვენ ვართ ახლა ეგრეთ წოდებულ ინტეგრაციალურ პერიოდში, ანუ ორ გამყინვარების ციკლს შორის. ეს ინტეგრაციალური პერიოდი დაიწყო სადღაც 15,000 წლის წინ. იმას წინ მოყვებოდა ბოლო გამყინვარების პიკი, როდესაც ძალიან ციოდა და ძალიან დიდი ნაწილი იყო დედამიწის ყინულით დაფარული, ხო? და ჩვენი შუა გამყინვარების პერიოდიც პერსპექტივაში ნელ-ნელა შევა ახალ უკვე როგორც კლიმატოლოგები პროგნოზირებენ ახალ გამყინვარების ციკლში, რომელიც იქნება სულ ცოტა არანაკლები ღრმა, ვიდრე იყო ეს ჩვენი ბოლო ციკლი. და თითოეული ციკლის ფარგლებში, აი მაგალითად ჩვენი თბობის პერიოდი ხედავთ, რომელიც 15,000 წელია გრძელდება, ისიც არ არის რაღაც თანაბარი და აქაც ხდება მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი მერყეობები ტემპერატურის. და ის გლობალური დათბობა, რომელზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ადამიანის დღევანდელი ცივილიზაციისთვის, მაგრამ გლობალურ გეოლოგიურ პერსპექტივაში არის შედარებით უმნიშვნელო მოვლენა, რომლებიც მრავლად იყო ჩვენი დედამიწის წარსულში. ეხლა მე გადავხტები ამ კლიმატური თემიდან ცოტა და აქ ხედავთ თქვენ განაწილებას ბიომრავალფეროვნების, სახეობათა მრავალფეროვნების დედამიწის რუკაზე. ეს არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის ლაპარაკი ფრინველების სახეობებზე, თუ რამდენი ფრინველები სახეობა არის ამათური გეოლოგიის გეოგრაფიულ სივრცეში. და თქვენ ხედავთ, რომ ტროპიკულ არეებში, ესე იგი სამხრეთი ამერიკის ჩრდილოეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოჩინეთში და ინდონეზიაში ფრინველების სახეობები არის გაცილებით უფრო მეტი, უფრო მუქად არის შეფერილი, ვიდრე სხვა ადგილებში. თუმცა რომ დაუკვირდეთ ამ რუკას, თქვენ დაინახავთ, რომ სხვა დანარჩენი ადგილიც არ არის უთრად თანაბარი. როგორც წესია, ეს კარგად ცნობილი ფაქტი არის. ჩვენ ვიცით, რომ ტროპიკულ ქვეყნებში ცხოველები და მცენარეები არის მეტი, ვიდრე ზომიერი კლიმატის მქონე, ესე იგი, ტერიტორიაზე, მაგალითად ჩვენთან, ჩვენ მაინც ზომიერი კლიმატის ქვეყანა ვართ სიკვდილზე. და ამას უკავშირებდნენ კლიმატთან, იმასთან, რომ ტროპიკული კლიმატი არის უფრო ხელსაყრელი, იქ ესე იგი მოდის, არის უფრო მაღალი ბიოლოგიური პროდუქტიულობა და მსგავსი. მაგრამ აი აქ შეხედეთ ამ სურათს, ეს არის უკვე ევროპა, სამწუხაროდ კავკასია არ არის შეტანილი და აქ არის პეტლების სახეობების მრავალფეროვნება. და თქვენ ხედავთ, როგორ არის განაწილებული, სად არის უფრო მეტი პეტლების სახეობა. იქ არა, სადაც ყველაზე თბილა და ყველაზე თითქოს და კარგი და მოსახერხებელი კლიმატია. საქმე რა, ნახეთ, ყველაზე კარგი და ყველაზე დასვენებისთვის და ასე იგი ადამიანისთვის და კომფორტისთვის არის კარგი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. ხო? ძალიან კომფორტული კლიმატი არის იქ, მაგრამ პეტლები არის გაცილებით უფრო მეტი მთიან რეგიონებში, პირენეებში, რომელიც იბერიის ნახევარკუნძულს ყოფს დანარჩენ კონტინენტალური ევროპისგან, ალპებში და ბალკანეთის მთებში, ასევე აღმოსავლეთში, მაგრამ ეს სამი გვაინტერესებს. და რაში არის საქმე და რატომ სწორედ ამ ადგილას არის ეს მრავალფეროვნება. ეს არის უფრო ესეთი პოლიტიკური, ოფიციალური საბუთი, რომელიც აჩვენებს ეგრეთ წოდებულ ბიომრავალფეროვნების ცხელწერტილებს დედამიწის ზედაპირზე. ეგ საინტერესო რუკა იქიდან გამომდინარე, რომ მას პოლიტიკოსები ამზადებდნენ, ასე თუ ისე, მეცნიერები პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში, ეს იყო რაღაც დებატები წინ უძღვოდა ამ ცხელი წერტილების გამომშავებას, ამიტომ აქ სრულად ობიექტური სურათი, თქვათ, მნიშვნელობის შეიძლება არ იყოს ბუნებრივი
მემკვიდრეობის თვალსაზრისით, მაგრამ თქვენ თუ დააკვირდებით, შეგიძლიათ დაინახოთ, რომ სწორედ ის წერტილები მაინც ხვდება ამ ბიომრავალფეროვნების წყელ წერტილებში, სადაც მრავალი სახეობა არის, სადაც მაღალი ბიომრავალფეროვნება არის. და რასთან არის ეს ბიომრავალფეროვნება დაკავშირებული? აი აქ თქვენ ხედავთ საკმაოდ უხეშ სურათს, როგორ გამოიყურებოდა დედამიწის ლანდშაფტი 22-14 წლის წინ, ანუ ბოლო ძლავრ გამყინვარების პერიოდში. ესე იგი, თქვენ ხედავთ, პატარა ესეთ მწვანე, ხედავთ ევროპის რუკა არის შუაში და სულ 2 ადგილას არის, ნაჩვენ 3 ადგილას, იმიტომ იქ ოფემ წერია სიტყვა და ის ფარავს. ალპებში, კარპატებში და არა მთლიანად კავკასიაში, არამედ აი თურქეთისა და აჭარის შავი ზღვის პირეთში, აღმოსავლეთში არის მწვანედ გაფერადებული არეები. ეს არეები არის ის, სადაც იყო შენარჩუნებული ტყე, მაშინაც, როდესაც გამყინვარება თავის მაქსიმუმს აღწევდა. აზია არის ფაქტიურად უტყეო გარდა ვიწრო ზოლისა, ან შედარებით ფართო ზოლისა ზოგ ადგილას, რომელიც მიყვება წყნარ ოკეანეს. ესე იგი, ეს არის ადგილები, სადაც გამყინვარების პერიოდში იყო შენარჩუნებული ყველაზე უფრო მაღალი სახეობათა მრავალფეროვნების, ფაუნისა და ფლორის მრავალფეროვნების დონე. და როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ეს პროცესი, რაში არის საქმე? მაგალითად, ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული გეოგრაფიული სივრცე. ხო? ნუ მოდით ეს ძალიან ესეთი აბსტრაქტული რაღაცა გამომივიდა. მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, რომ წარმოვიდგინოთ ჩვენთვის ცნობილი კავკასია. აი ესე ძალიან მარტივად ვთქვათ, ეს არის იხატება, ეს არის აბშერონის ნახევარკუნძული, შავი ზღვა, ეს არის კასპიის ზღვა, აქ არის დიდი კავკასიონის ქედი და მცირე კავკასიონის მთები და პონტოს მთები, რომლებიც პარალელურს ურანის ქედი, რომელიც მათ აერთიანებს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომელიმე სახეობა, მაგალითად წიფელი, რომელიც ქმნის ჩვენი ტყეების დიდ ნაწილს, არა? ან ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ვიცი, რომელიმე ცხოველი, რომელიმე ვთქვათ რაღაც ლოკოკინის სახეობა, რომელიც არის ფართოდ გავრცელებული, მაგრამ წიფელსაც და ლოკოკინის სახეობასაც სჭირდება შედარებით რბილი და შედარებით თბილი და ტენიანი კლიმატი. როდესაც კლიმატი უარესდება, ესეთი პირობების, რომელიც სჭირდება ამ ორ სახეობას, არ ნადგურდება ყველგან და რჩება გარკვეულ ადგილებში, აი ესეთი ფრაგმენტები, ადგილსამყოფელოები, სადაც შენარჩუნდება აღნიშნული სახეობა, მაშინ როდესაც მოდის რაღაც კლიმატური კატასტროფა, იქნება ეს გლობალური დათბობა, ან პირიქით გლობალური გამყინვარება. შემდეგ, როდესაც კლიმატი შედის ისევ ოპტიმალურ ზონაში, ესე იგი მაგალითად გამყინვარებათა შორის პერიოდში, მრავალი სახეობა, რომელიც თავს იფარებს აი ამ ადგილებში, ვრცელდება ისევ აქედან, მაგრამ საბოლოო ჯამში მრავლობითი განმეორება ამ პროცესის იწვევს იმას, რომ იქ სადაც კლიმატი არასოდეს არ იცვლება, ან არასოდეს არ იწვევს რაღაც ექსტრემალურ ცვლილებებს, არ ექვემდებარება ექსტრემალურ ცვლილებებს, აქ ყოველთვის მილიონობით წლით განმავლობაში ნარჩუნდება ის სახეობათა მრავალფეროვნება, რომელიც აქ თავიდან იყო. ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ დროებით ვრცელდება ეს სახეობების რაოდენობა შესაბამისად არის უფრო მცირე, იმიტომ რომ უბრალოდ ალბათობის ეს არის ალბათური პროცესი და ყველა ცხოველი და მცენარე უბრალოდ ვერ ასწრებს ახალი ტერიტორიის დაკავებას ინტეგრაციაში. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქ სადაც ძალიან მაღალი მრავალფეროვნება არის ცხოველების და მცენარეების, შეიძლება ყოფილიყო ეს ტერიტორიები შენარჩუნებული კლიმატით, რომელთაც ჩვენ ეხლა დავარქმევთ რეფუგიუმებს. ალბათ თქვენ გაგიგიათ არა ინგლისურად როგორ არის ტყუილები, ხო, refugees. და რეფუგიუმი ფაქტიურად იგივე ლათინური ფესვიდან არის და ნიშნავს ადგილებს, სადაც ნიშნავს თავშესაფარს, სადაც
ცხოველები, მცენარეები, ადამიანი საერთოდ ცოცხალი სამყარო რაღაცნაირად ნარჩუნდება. აი ეს ფაქტიურად რაც მე ახლა დავხატე, აქ არის ჩამოთვლილი, ეს არის სახეობის შეგუება გარკვეულ კლიმატს, არა? შემდეგ ამას მოყვება კლიმატის გაუარესების პერიოდი, შემდეგ გაუარესების პერიოდი იწვევს არეალის შემცირებას, ხო? შემდეგ კლიმატი უმჯობესდება და ამას მოყვება ესე იგი ისე გაფართოვება არეალის, ახალის შევიწროვება და ასეთი ციკლები, რომელიც აი ჩვენ როგორც დავინახეთ, მოყვება ესეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს კლიმატისა, რომელიც მეორდება პერიოდულად გეოლოგიურ დროში. მაგრამ რისთვის გვჭირდება და რამდენად ზუსტად ჩვენ გვჭირდება, რომ ვიცოდეთ სად კონკრეტულად არის ესეთი ადგილი, სად კონკრეტულად იყო ის ადგილები, სადაც უმრავლესობა ჩვენი ბიოლოგიური მრავალფეროვნების ნარჩუნდებოდა კლიმატის გაუარესებისას. თქვენ ხედავთ აქ გლობალური დათბობის სქემას, ხო? ეს არის ერთი პერიოდი არის 1955-დან 74-მდე და მეორე არის 75-დან უკვე 1994 წლამდე და თქვენ ხედავთ, რომ დედამიწის ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილში არის ტემპერატურის ზრდა. მაგრამ ყველგან არა. არის ისეთი ტერიტორიები, სადაც ტემპერატურა არ იზრდებოდა, არ იცვლებოდა და ისეთი ტერიტორიები, სადაც ის საერთოდ ქვეითდებოდა. მათ შორის ნახეთ, ესე იგი შავსა და კასპიის ზღვის შორის არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელიც ლურჯი ფერით არის მონიშნული. ეს ნიშნავს, რომ გლობალური დათბობა ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში 94 წლამდე ამ კავკასიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე არ ვრცელდებოდა. და ამავე დროს, ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ კავკასიის რაღაც გარკვეულ ნაწილში იყო ესეთი რეფუგიუმი, სადაც მრავალი სახეობა იყო გადარჩენილი. ჩვენ ეხლა რაც ეხება ამ თქვათ ესეთ ძალიან კლიმატის დათბობის, გლობალური დათბობის პრობლემას. არის მრავალი, რა თქმა უნდა, ეს არის მოვლენა, რომელიც არსებობს. სხვა ამბავია, რომ არის გარკვეული, სადავო გარკვეული, ვთქვათ, ნაწილები ამ თეორიის, რომელზეც შეიძლება მიდიოდეს და მიდის კიდევაც სამეცნიერო კამათი, მაგალითად, თუ რამდენად დიდი არის წვლილი ადამიანის, რომ იმაში, რომ გლობალური დათბობა ხდება. კი ბატონო, მაგასაც შეიძლება არ ქონდეს ისეთი მნიშვნელობა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მე პირადად მიმაჩნია კამათი იმის შესახებ, რამდენად ადამიანს კაცობრიობას ძალუძს, რომ შეაჩეროს ან შეწყვიტოს ეს გლობალური დათბობა. თუ არის აქ დიდი კომპონენტი, თქვა ბუნებრივი კლიმატის ცვლილების, ამ შემთხვევაში ალბათ ეს იქნება ძალიან ძნელი, მაგრამ იმ შემთხვევაშიც თუ ეს არის ადამიანის, ესე იგი, საქმიანობით გამოწვეული, ძალიან ძნელია ჩემი ცინიკური თვალსაზრისით წარმოვიდგინო, რომ ერები, რომლებიც ესე იგი ეომებიან ერთმანეთს, იქეცილებიან ტერიტორიებს და მსგავსი, უცებ შეთანხმდნენ ყველა, ესე იგი, შეამციროს გამოყოფა სადგურის გაზების ატმოსფეროში და ყველაფერი კარგად იყოს. ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ადამიანს ძალუძს სხვა რა. ჩვენ თუ ვიცით ზუსტად, სად კონკრეტულად რა გეოგრაფიულ ტერიტორიას დაარტყავს ყველაზეძლიერად კლიმატის ცვლილება. ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავგეგმოთ ალბათ გარკვეული აქტივობები, რომლებიც შეარბილებს ამ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე და ბუნებაზე. მეორე მხრივ, ჩვენთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ, რა ადგილები იქნება მნიშვნელოვანი დათბობის შემთხვევაშიც კი შენარჩუნებული. სად იქნება შენარჩუნებული ორგანიზმებისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობები, ორგანიზმთა უმრავლესობისთვის, მცენარეებისთვის, ცხოველებისთვის, ადამიანებისთვის. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ აი ვთქვათ, აქ ამ ადგილას კლიმატი არ შეიცვლება, მაგრამ ამ ადგილას კლიმატი ფაქტიურად დარჩება ისეთი, როგორც არის დღეს,
თქვენ შეგიძლიათ ადვილად წარმოიდგინოთ რა კონკურენცია და რა ნეგატიური მოვლენები შეიძლება განვითარდეს, როდესაც იქნება ინტენსიური ათვისება ამ ტერიტორიის, რომელიც არის კლიმატის ცვლილებისგან შედარებით დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რომ ვიცოდეთ ეს წინასწარ იმისთვის, რომ წინასწარ დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები და შევინარჩუნოთ როგორც ჩვენი ცხოვრებისთვის საჭირო ცოცხალი ორგანიზმები, სასოფლო მეურნეობა, ასევე ველური ბუნება, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ ცხოვრებას ამტკიცებს. და როგორ შეიძლება ჩვენ დავაზუსტოთ ამ ტერიტორიების არსებობა, თუნდაც გეოლოგიურ წარსულში, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ის ადგილები, სადაც გეოლოგიურ წარსულში ხდებოდა ნაკლები ცვლილებები და სადაც დიდი რაოდენობით გადარჩებოდა ცოცხალი სამყარო, ალბათ ისინი უკეთესად დაცულები იქნებიან მომავალშიც. ერთი არის ეგრეთ წოდებული წვეტილი არეალების, ან დიზიუნქტური არეალების არის ესეთი ტერმინი შესწავლა. აქ თქვენ ხედავთ ორ პატარა გაბანს. მარჯვნივ არის ეგრეთ წოდებული კავკასიური ჯვარულა, ეს არის რელიქტური ამფიბია, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ კავკასიის დასავლეთ ნაწილში. დღეს მისი არეალი კი საკმაოდ აღმოსავლეთ ლაგოდეხამდე მიდის, მაგრამ ის მიმწული არის ესეთ ტენიან ტყეების ლანდშაფტზე მარჯვნივ. მარცხნივ არის მისი უახლოესი ნათესავი. ეს არის ხალებიანი ჯვარულა, რომელიც ცხოვრობს იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ანუ ესპანეთის და პორტუგალიის ჩრდილოეთში და რომელიც ასევე ეტანება ესეთ რბილ ტენიან კლიმატს. არის მე ჯერ არ ვიტყვი როგორ, გენეტიკური კვლევების მეშვეობით არის დაახლოებით დადგენილი, რომ ამ ორ სახეობას ყავდა საერთო წინაპარი დაახლოებით 15 მილიონი წლის წინათ. ანუ გავიცანთ 18 მილიონი წლის წინ მოხდა ეს ტრანზიცია კლიმატური შუა მიოცენური, როდესაც დაიწყო ეს კლიმატის გაუარესება და მეხეობები. და როგორ ჩანს, ტერიტორიაზე, რომელიც ამ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთსა და ესე იგი აღმოსავლეთ ატლანტის ოკეანის პირს შორის მდებარეობს, პირობები გაუარესდა ისე, რომ ეს სახეობა იმ შუა, ასე ვთქვათ, გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ამოწყდა. დაეცა ტემპერატურა, ან დაეცა ტენიანობა, ნალექიანობა და ან ორივე. აქ სამწუხაროდ არ ჩანს კიდევ ორი სახეობა, რომელსაც აბსოლუტურად ესეთივე განაწილება აქვს. ეს არის, აი, ვცდილობ რომ გამოვაჩინო, მაგრამ არ ჩანს. ეს არის, აი ესე მოკლედ, ხედავთ? ეს არის კავკასიური სალამანდრა, რომელიც არის მარკივაის. ხო და მარცხნივ არის ოქროზოლიანი სალამანდრა და მათი არეალები არის თითქმის ზუსტად, ესე იგი, კავკასიური სალამანდრას არეალი მართალია უფრო ვიწროა, ვიდრე კავკასიური ჯვაროლას არეალი, მაგრამ თითქმის ზუსტად მსოფლიოში მათი განაწილება ემთხვევა. ისინიც ამ სახეობების განსხვავებაც ფასდება დაახლოებით 15 მილიონი წლით და ისინი არიან ერთი მხრივ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში გავრცელებული და მეორე, ესე იგი, ესპანეთის და პორტუგალიის ჩრდილოეთში. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგივე გეოლოგიური მოვლენა იყო წარსულში, რომელმაც განაპირობა მათი ესეთი წვეტილი გავრცელება ამ ჯგუფის და ჩამოყალიბება მათი განსხვავებულ ცალ-ცალკე სახეობები. ეს არის მეორე ესეთი ქრესტომატიული მაგალითი, ვისაც მცენარეები უფრო, ასე ვთქვათ, მოსწონს ვიდრე ცხოველები, ეს არის როდოდენდრონების გვარის მცენარეები. ნახეთ, ჩვენთან ყველა მე ვფიქრობ, რომ ბევრმა თქვენთაგანმა იცის შქერი, ესე იგი, რომელიც არის შუა ზედა სურათზე, ესეთი იასამნისფერი ყვავილებით, რომელიც, არ ვიცი, დასავლეთ საქართველოში არის ძალიან ჩვეულებრივი ფართოდ გავრცელებული მცენარე. და ქვემოთ თეთრი ყვავილებით, ეს არის დეკა. დეკა, რომელიც, ესე იგი, არის მაღალმთიანეთში და ძალიან ტიპიური, ესეთ რაპას ქმნის, ძალიან ტიპიური მცენარე არის, რომელიც თქვენ ხვდებათ 1800-2000 მეტრ სიმაღლეზე და უფრო ზემოთ.
მაგრამ ორივე მიეკუთვნება ერთსა და ორივე არის მარადმწვანე, ორივე მიეკუთვნება ერთსა და იგივე გვარს, რომელსაც ქვია როდოდენდრონი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ორი სახეობა არ არის ერთმანეთის ახლო ნათესავი, ანუ უახლოესი ნათესავი. დეკას უახლოესი ნათესავი არის ესე იგი როდოდენდრონი, მე სამწუხაროდ დამავიწყდა მისი სახელი, რომელიც არსებობს, ნახეთ, იაპონიის ზღვის ირგვლივ, იაპონიაში და რუსეთის ესე იგი შორეულ აღმოსავლეთში და კორეაში. ნახეთ, ოდესღაც ეს იყო ერთი რაღაც სახეობა, აი ეს და მარჯვნივ რომელიც არის და კლიმატის ცვლილების შედეგად მათი არეალი დაიხლიჩა, დაიყო ორ ნაწილად. პირიქით, შქერის უახლოესი ნათესავი თქვენ წარმოიდგინეთ საცხოვრებლად, სადმოგვება. ჩრდილოეთი ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში, აპალაჩის მთებში და მას ქვია როდოდენდრონ მაქსიმუმი, დიდი როდოდენდრონი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ ეს სახეობა, ეს წინაპარი, ვთქვათ, რომელიც იყო ამ შქერის და ამ ამერიკული შქერის წინაპარი, ის უწყვეტად ვრცელდებოდა მთელს ციმბირში და ჩრდილოეთ ამერიკაში, რის შემდეგაც აი ეს კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვიეს არეალის დახლეჩა და ესე რეფუგიუმებში გადარჩა პირველი და მეორე. კიდევ ერთი, ესე იგი, გზა, სამეცნიერო გზა, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია დადგენა რეფუგიუმების, არის ნამარხების შესწავლა. პირველ რიგში მცენარეული ნამარხების, იმიტომ ჩვენ მეტნაკლებად მათ შეგვიძლია დავათარიღოთ რადიოაქტიური მეთოდებით ეს ნამარხები და თქვათ, წარმოვიდგინოთ, რა ტიპის მცენარეულობა შეიძლება ყოფილიყო ადრე ამა თუ იმ ადგილას. თუმცა, ერთ-ერთი განსაკუთრებით ესეთი ფართოდ გავრცელებული გზა ნამარხების შესწავლისა არის პალინოლოგია, ანუ განამარხებული მცენარეების მტვერის შესწავლა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ მაგალითად დაადგინოთ რა მცენარე, რა ხეები და რა ბალახები და ბუჩქები ჭარბობდა ამა თუ იმ ადგილას, თქვენ ხედავთ ეს ლამაზი ნაწილაკები არის ეს განამარხებული მტვერი. თუმცა ამ მეთოდს აქვს ნამარხების შესწავლის მეთოდს აქვს ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე. ესე იგი, ნამარხები ყველგან არ შეინახება თანაბრად. მაგალითად, იქ სადაც კლიმატი არის ტენიანი, ხდება ლპობა და ფაქტიურად ჩვენ არ გვაქვს შანსი რომ ვნახოთ განამარხებული მცენარეები. ისევე როგორც ცხოველების ნარჩენები. მტვერი სპეციფიკურად არის ჭაობები, სადაც აი ჭაობებში შეიძლება მხოლოდ თუ დაჭაობებული ადგილები არ არის, ძალიან რთული არის ამ მტვერის ნახვა და ერთი მაგალითი მე მინდა მოგიყვანოთ. ესე იგი, მე მინდა რომ წაგახარისოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ თვითონ პრეზენტაციის დროს თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვები, გთხოვთ მოგერიდებათ და ეხლავე შეგიძლიათ ეს შეკითხვები დავსვათ, რომ უფრო დეტალურად გავჩერდეთ რაღაც თემებზე თუ ესეთი საჭიროება არის. ესე იგი, ერთი მაგალითი არის დეტალური, ესე იგი, გამოქვეყნებები, ძალიან კარგად არის მტვერის, ნამარხი მტვერის განაწილება საქართველოს ტერიტორიაზე შესწავლილი. მაგრამ ამავე დროს წარმოიდგინეთ, რომ გამყინვარების პერიოდში, აი ეს 18-25,000 წლის წინანდელი მტვერი უბრალოდ არ არის საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენ თუ ენდეთ და თქვენ თუ ჩათვალეთ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ აქ მცენარეები არ იყვნენ, ხო? რომლებიც ამ მტვერს ტოვებენ. ჩვენ და წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ან კავკასიის ტერიტორიაზე გარკვეულ გამყინვარების პიკზე ამოწყდა საერთოდ მთლიანად ტყეები, ხო? და შემდეგ ეს ტყეები განახლდა, მაგრამ ეს ტყეები რო განახლებულიყო, არა, ისინი საიდანღაც რაღაც რეფუგიუმებიდან უნდა გავრცელებულიყო. ამიტომ უფრო სავარაუდო არის, რომ უბრალოდ მეცნიერები ვერ პოულობენ მტვერს, რომელიც დაადასტურებდა მცენარეულობას გარკვეულ პერიოდში, ან ეს მტვერი უბრალოდ არ არის კარგად შენახული. ან პირიქითაც ხომ შეიძლება, აი დაუშვათ ქარმა უფრო მეტი ერთ ადგილას გადაიტანა, სადაც შესაძლებელია, ესეც არის ერთი უზუსტობის წყარო, რომ ქარმა შეიძლება 10 კილომეტრებზე გადაიტანოს მცენარის მტვერი და რეალურად თქვენ ძალიან ვერ დააზუსტებთ ადგილს, სადაც რომლის მცენარეულობა თქვენ გაინტერესებთ. არის კიდევ ერთი, ესე იგი, ეს
მეთოდი, რომლითაც შეიძლება აღდგენა წარსული კლიმატის, ან ვარაუდი როგორი იყო წარსული კლიმატი, ეგ არის მოდელირება, გეოგრაფიული მოდელირება, რომელიც ძალიან შემოვიდა იმაში, რა ვთქვია, ძალიან ფართოდ გამოიყენება ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ლაბორატორიის გამოქვეყნება, პუბლიკაციის სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ლინეს საზოგადოების ბიოლოგიურ ჟურნალში, სადაც არის ნავარაუდები გავრცელება ტყეების კავკასიის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთშიც 20-25,000 წლის წინ. Ну თქვენ ხედავთ ამ სურათებს და თქვენ ხედავთ რომ თქვენ ხედავთ ამის სირთულეს, ესე იგი ამ მეთოდის სირთულეს. ეს ორი მოდელი, რომელიც ზემოთ არის ნაჩვენები და ქვემოთ, ეყრდნობა ორ კლიმატოლოგიურ მოდელს, რომელიც შექმნეს კლიმატოლოგიურმა ჯგუფებმა. თქვენ ხედავთ, რომ ისინი აჩვენებენ საკმაოდ განსხვავებულ სურათებს. და ეს განსხვავება შეიძლება პირველი შეხედვით არ მოგეჩვენოთ იმდენად მნიშვნელოვნად, მაგრამ რეალურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მარჯვნივ თქვენ ხედავთ გარკვეულ სახეობებს, რომლებიც მიეკუთვნებიან, მათი ნაწილი ყოველ შემთხვევაში მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ კოლხურ რელიქტებს. ეს არის ამოსავლური ნაძვი, მარცხნივ ქვემოთ ხედავთ, ზემოთ ეს არის თოვლის მემინდვრია, ესე იგი გუდაურის მემინდვრია უფრო სწორედ, რომელიც კავკასიისთვის არის მხოლოდ დამახასიათებელი, ეს არის კავკასიური სალამანდრა და ეს არის ერთ-ერთი სახეობა ლოკოკინისა, ბუხის ლოკოკინა. 4-ვე სახეობა გვხვდება მხოლოდ კოლხეთში, მხოლოდ კავკასიის დასავლეთში და არ გვხვდება მაგალითად შავი ზღვის დასავლეთ ან სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, მაგალითად თურქეთის ფრაკიაში, სადაც კლიმატი დღეს არის კოლხეთს მიმსგავსებული, არის ასეთივე ტენიანი და არის ასეთივე რბილი. იქ არის შქერი, იქ არის წაბლი, მაგრამ ეს 4 სახეობა იქ არ არის. და ერთადერთი ახსნა ამ სახეობების იქ არ ყოფნის არის ის, რომ კოლხეთში იყო განცალკევებული რეფუგიუმი, განცალკევებული ადგილი, სადაც ნარჩუნებოდა ტყეები და ტყეები არ იყო შენარჩუნებული შავი ზღვის მთელს სამხრეთ სანაპიროზე. მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ქვედა ნაწილი, ქვედა მოდელი აჩვენებს ამ წყვეტას, როდესაც ზედა მოდელი ამას არ აჩვენებს. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ მოდელებს, კლიმატურ მოდელებს, მაგრამ უნდა შევხედოთ ამ მოდელებს სიფრთხილით და რაღაცნაირად უნდა გადავამოწმოთ ისინი. და აი აქ, ესე იგი, ჩვენ ვპოულობთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომლითაც შეიძლება გადამოწმება სხვადასხვა რეფუგიუმების მოდელების, რომელიც არის მოდელირების შედეგად შექმნილი, ან რომელიც ემყარება ჩვენ ცოდნას ნამარხი მცენარეულობის შესახებ. და ეს არის გენეტიკური მარკერები. თქვენ აქ ხედავთ სტატიას, რომელიც იყო გამოცემული 2008 წელს და რომელშიც არის შემოღებული ესეთი ახალი ტერმინი იმ დროისთვის მალული რეფუგიუმები. ხედავთ, კრიპტიკული მალული გამყინვარების რეფუგიუმები. ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში ეს ტერმინი ხდება სულ უფრო და უფრო გავრცელებული და თვითონ ლოგიკა, რომელიც ამის უკან არის ძალიან მარტივი და გასაგები. საქმე რაში არის? აქ ხატია წყალმცენარე, რომლის გავრცელება და გენეტიკა შეისწავლეს ამ სტატიის ავტორებმა, მაგრამ მე შევეცდები, რომ აუხსნა ეს ძალიან მარტივად. აი წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ გარკვეული სახეობა, რომელიც არის ამ ტერიტორიაზე გავრცელებული. წარმოიდგინეთ და ესე იგი ეს სახეობა ქმნის პოპულაციას და ეს პოპულაცია ხასიათდება გარკვეული გენეტიკური ნიშნებით. Ну, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ორგანიზმებს გააჩნია ყველა უჯრედში ესეთი ნივთიერება DNM, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, სადაც შეინახება ინფორმაცია ორგანიზმის ნიშნების შესახებ.
ეს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის აგებულება არის მარტივი, ის შედგება 4 განსხვავებული ნუკლეოტიდისაგან: ადენინი, გუანინი, ციტოზინი და თიმინი და ჩვენ შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ კითხვა უბრალოდ ამ ნუკლეოტიდების მჟავის, არა? შეგვიძლია ესე წარმოვიდგინოთ ადენინი, თიმინი, გუანინი, ციტოზინი, თიმინი და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ნებისმიერი გენი ცხოველის ამ მცენარის უჯრედიდან, ბირთვიდან და გარკვეული ტექნიკური პროცედურების შედეგად შეგვიძლია ეს თანმიმდევრობა წავიკითხოთ. მაგალითად, ჩვენ გვაქვს რაღაც თანმიმდევრობა, რომელიც ახასიათებს სამსახიობებს. შემდეგ მათი არეალი გაიყო. რა ხდება ამ გაყოფის შედეგად? აქ და აქ დარჩენილ პოპულაციებში იწყებს დაგროვებას გენეტიკური განსხვავება. ესე იგი, შეინაცვლება ცალკეული ნუკლეოტიდები, მაგალითად C10 ან G10 და გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე განსხვავებული გენები პირველ და მეორე ცხოველების ან მცენარეების ჯგუფში. ხო? რით უფრო მეტი გადის დრო, მით უფრო მეტი არის ესეთი განსხვავებები და საბოლოო ჯამში არსებობს მეთოდი, რომელსაც ქვია მოლეკულური საათი და რომლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გენების შედარებით დავადგინოთ, როდის განცალკევდნენ ერთმანეთისაგან პირველი და მეორე ჯგუფის ინდივიდები. ეხლა ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ესეთი რამ წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის რაც რეალურად ხდებოდა, მაგრამ დღეს ჩვენ ხედავთ რას? დღეს ჩვენ ხედავთ ესეთ აღდგენილ არეალს და რაღაც ცხოველი, სიტყვაზე არ ვიცი, სალამანდრა ან ხმიკი ან წიფელი არის უბრალოდ გავრცელებული მთელ სამ ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება ყოფილიყო რეფუგიუმი, არა? შეიძლება ეს რეფუგიუმი არ იყო და გამყინვარების დროსაც აქ იყო ხელსაყრელი პირობები. შეიძლება იყო ერთი რეფუგიუმი, რომელიც იყო სადღაც აქ. შეიძლება იყო ორი რეფუგიუმი, რომელიც იყო სადღაც აქ, შეიძლება ყოფილიყო სამი, არა? როგორ შეგვიძლია ჩვენ გენების შესწავლით ეს ყველაფერი განვასხვაოთ? პირველ ორ შემთხვევაში, ან თუ არეალი არ იცვლებოდა, ან თუ, ვთქვათ, იყო მხოლოდ ერთი რეფუგიუმი, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ცხოვრები, მცენარეები ან ცხოველები, არა, უკვე გამყინვარების შემდეგ ამ წერტილიდან გავრცელდნენ და დაიკავეს მთელი ეს ტერიტორია, ხო? შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ განსხვავება, ვთქვათ, აქ დაჭერილი ცხოველის და აქ დაჭერილი ცხოველის შორის გენეტიკური ან იქნება ძალიან უმნიშვნელო. არ უნდა აღემატებოდეს ისეთ განსხვავებას, რომლისთვის 15,000 წელი არის საკმარისი, ანუ უკვე გამყინვარების შემდგომი დრო. მაგრამ თუ ჩვენ ვნახეთ ღრმა გენეტიკური განსხვავებები აქ და აქ დაჭერილ ცხოველებს შორის, ეს ნიშნავს ალბათ იმას, რომ მათ დამოუკიდებლად და ერთმანეთისგან განცალკევებულად გეოგრაფიულად გადაიტანეს ეს კლიმატის გაუარესების პერიოდია. თუ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი პოპულაცია სადღაც აქ, არა, სადაც არის რა ქვია, განსხვავებული, ძალზე განსხვავებული გენეტიკა ცხოველების და მცენარეების. ეს ნიშნავს იმას, რომ სულ ცოტა სამი ადგილი იყო, სადაც ისინი დამოუკიდებლად გადარჩნენ. ეს არის, საფუძველი თუ არ არის გასაგები, ისევ ესე იგი შეგიძლია დამისვათ შეკითხვები და გეტყვით. და ეს არის პირველი მაგალითი ესეთი ტიპის კვლევის, რომლის ასაკი არის უკვე 15 წელი ამ კვლევის, ეს არის კავკასიური სალამანდრა და თქვენ ხედავთ, ეს არის ამონაწერი მარცხნივ საერთაშორისო წითელი წიგნიდან, სადაც არის ნაჩვენები მისი არეალი, მისი გავრცელება. თქვენ ხედავთ რაღაც ესეთ ერთიან გავრცელებას, რომელიც იწყება, რომლის აღმოსავლეთი ნაწილი არის ბორჯომის ხეობა და რომლის დასავლეთი ნაწილი არის დაახლოებით ორდუს მიდამოები ჩრდილოეთ თურქეთში. ხო? აი შავი ზღვის პირეთს მიყვება ეს არეალი. მაგრამ ჩვენ თითქოს და არ გვაინტერესებს რეალური სახე არეალისა, მაგრამ ზემოთ თქვენ ხედავთ მოდელს ამ არეალის
და თქვენ ხედავთ, რომ რეალური ადგილები, რეალური კლიმატი, სადაც მათ შეეძლოთ ცხოვრება, არის ცოტათი უფრო დანაწევრებული, ვიდრე აი ამ უხე შრუკაზე ჩანს. ხო? არის მათ შორის გარკვეული ტერიტორიები, სადაც ან ტენიანობა არის არასაკმარისი, ან წყაროები, სადაც რომლებიც მათ ჭირდებათ საქართველოს საცხოვრებლად არ არის. და აღმოჩნდა რომ სალამანდრებს, რომლებიც არიან ბორჯომის ხეობაში და უпростоრედ დღევანდელი ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან ერთი მხრივ და მეორე მხრივ სალამანდრები, რომლებიც ხვდებიან დაწყებული, ესე იგი, სადღაც აჭარიდან, გოდერძის უღელტეხილიდან და დამთავრებული თითქმის ცენტრალურ თურქეთამდე არიან გენეტიკურად ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან. ერთ-ერთი გენის 10-14%-მდე განსხვავდება ამ ორ მოსახლეობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ესეთი დიდი გენეტიკური განსხვავება აჩვენებს, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობდნენ, ესე იგი, ლიხსაქეთ და ლიხსიქით, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ბოლო რამოდენიმე მილიონი წლის განმავლობაში. ესე იგი, ცხადი არის, რომ გამყინვარება და კლიმატის გაუარესებები მათ გადაიტანეს განცალკევებულად და ცხადია ისიც, რომ ჩვენ როდესაც ვხატავთ აი ამ კოლხეთის რეფუგიუმს, არა, ცხადია, რომ ბორჯომშიც, ან სადღაც ბორჯომის არეში, ან სადღაც ცენტრალურ საქართველოში იყო განცალკევებული რეფუგიუმი, განცალკევებული არე, სადაც ინახებოდა კარგი, სადაც შეინარჩუნდებოდა კარგი რბილი და საცხოვრებლად მისაღები კლიმატი. ეს არის, ხო, შემდეგ, როდესაც ეს პირველი აღმოჩენა მოხდა, ხო, რომ აი ვთქვათ, ეს ცენტრალური ერთი მხრივა, ეს ბორჯომის არე და მეორე მხრივ შავი ზღვის აუზი არიან ამდენად განსხვავებული ერთმანეთისგან და მათ შორის გამყინვარებისას, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ზღვარი იყო, მნიშვნელოვანი ზღვარი. ესე იგი, ჩვენ დავიწყეთ ყურადღების მიქცევა სხვა ესეთ ნელა. შეიძლება ჰიბრიდიზაცია მოხდა რომელიმე მათგანში და შემდეგ ტრანსფორმირება. ჰიბრიდიზაცია შენ გულისხმობ მარცხენა და ესე ამას და ამას შორის? თუნდაც მაგათ შორის, თუნდაც სხვა ნათესასახელოებში. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა, რომ როგორც დედით გადაცემადი, ასე ვთქვათ, მიტოქონდრიული ნუკლეოდნები და ბირთვული დნმ-ი, რომელიც შეჯვარებით გადაიცემა, არა, ორივე შემთხვევაში იყო სრული დამხობა. ეს ორი ჯგუფი მოსახლეობის არის ერთმანეთისგან აბსოლუტურად იზოლირებული. ამიტომ შეიძლება რომ მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა. ხო. ეს ხო და აქ არის მეორე სახეობა, ძალიან საინტერესო, ესე იგი, ეგ არის ენდემური ბუხის ლოკოკინა, რომელიც ფართოფოთლოვან ტყეებში ცხოვრობს კავკასიის რეგიონში. და შესაბამისად თქვენ ხედავთ განსხვავებულ ფორმებს ამ ლოკოკინისა, ეს არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი ვაზის ლოკოკინა, რომელიც აი თბილისის ბაღებში ცხოვრობს, რომ დღეში უნდა გახვიდეთ და მათი დნმ-იც იყო შესწავლილი და აღმოჩნდა რა, რომ არსებობს ორი ჯგუფი, რომელიც გენეტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და თქვენ ხედავთ განსაკუთრებით, ესე იგი, ქვედა სურათზე ორი დარქმეული სახეობის გენეტიკურ ჯგუფს, ერთი არის ბუხი, მეორე არის გუდერძიანა და მათი არეალების საზღვარი თითქმის ზუსტად ემთხვევა ამ სალამანდრებს შორის არეალების საზღვარს. ესე იგი, რაც ეხება ბუხი, არის მთელს კავკასიაში განსხვავებით სალამანდრისგან. არის ლაგოდეხამდე მიდის, თელავამდე და დასავლეთ საქართველოს სამეგრელოშიც არის. მაგრამ საინტერესო არის რა, რომ ლოკოკინები, რომლებიც არიან ბორჯომის ხეობაში, რომლებიც არიან სამეგრელოს ქედზე, რომლებიც არიან ლაგოდეხში, რომლებიც არიან თბილისის მიდამოებში, ისინი გენეტიკურად ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. იმ დროს, როდესაც ლოკოკინები უკვე გოდერძის უღელტეხილიდან აჭარაში არიან მათგან ძალიან შორს, მათ შორის ბორჯომის ლოკოკინისგან, მაგრამ არიან ახლოს ჩრდილოეთ თურქეთში გავრცელებულ ლოკოკინასთან. ესე იგი, არის აი ესეთი, ვთქვათ, მკვეთრი ზღვარი,
რომელიც როგორც ჩანს, აი 100,000 წლის განმავლობაში ამ შემთხვევაში არსებობდა და უშლიდა ამ ლოგოკინებს გავრცელებას და როდესაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ისე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შედარებით ვიწრო, მოკლე კლიმატის გაუმჯობესების პერიოდში ვცხოვრობთ და დიდი ნაწილი გეოლოგიური დროისას, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ, არის გაცილებით უარესი კლიმატი, სადაც ის საზღვრები, ის არახელსაყრელი კლიმატის, ესე იგი, ზონები, რომელიც დღეს არსებობს, არის გაცილებით ფართო ვიდრე დღეს. ეს არის მესამე მაგალითი და თქვენ გაგხედავთ ესე ეგრეთ წოდებულ კლდის ფლიკების, ეს არის ძალიან საინტერესო ჯგუფი, იმით არის საინტერესო, რომ ესენი არიან ძალიან ბევრი სახეობა, მათ შორის არის უსქესო სახეობებიც არის 25 სახეობა აღწერილი, რომელთაგან თითქმის ყველა არის კავკასიის რეგიონული ენდემი. და აქ არის შუაში არის აჭარული ხვლიკი, არის სასაცილო ის, რომ მას ქვია აჭარული ხვლიკი და ის არის დასავლეთ საქართველოში, მაგრამ აჭარაში არ არის. და აჭარაში მას ცვლის სხვა სახეობა, რომელსაც ქვია ახლა თურქული ხვლიკი, ან კლარკის ხვლიკი. მარჯვნივ ხედავთ. მათ შორისას არის საკმარისად დიდი გენეტიკური განსხვავებები, მაგრამ ასევე მორფოლოგიური განსხვავებები, რაც აჩვენებს ორივე სახეობა არის დამოკიდებული ესეთ ტიტენიან ტყის კლიმატზე. და ესე იგი ეს სურათი აჩვენებს, რომ ისინიც დამოუკიდებლად ერთმანეთისგან გადაურჩნენ ამ გამყინვარების პერიოდს. მაგრამ აქამდე ჩვენ შევადარეთ და ჩვენ დავინახეთ, რომ არის მხოლოდ ეს ვთქვათ ორი რაღაც ნაწილი, ერთი არის. კი, რა თქმა უნდა. ანუ დღეს თუ შეიძლება ამ მოსახელობებს შორის მოხდეს შეჯვარება. შეიძლება თუ განსხვავებულ სახეობად მესამე სხვა ვიღებ თუ რამე არა, იცით როგორ არის, ეგ არის პრინციპში ძალიან რთული ეს კარგი შეკითხვაა, მაგრამ არის რთული შეკითხვა, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ როდესაც სახეობები რაღაც გარკვეულ ღურლს აღწევენ, მათ შორის განსხვავება რაღაც ღურლს აღწევს, მაშინ საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ჯერ კიდევ შესაძლებელია მათ შორის შეჯვარება, შესაძლებელია მათ შორის გენების მიმოცვლა, მაგრამ ძალიან ხშირად მიუხედავად ამ შეჯვარებისა არ ხდება მათი ასიმილაცია. იმიტომ რომ არის ორი პროცესის, ასე ვთქვათ, თვითდაბალანსება. ერთი მხრივ არის შეჯვარება, მეორე მხრივ გადარჩევა. ესე იგი, გადარჩევა არის რისკენ არის მიმართული, რომ ერთი მხრივ ეს ჰიბრიდები შეიძლება თავისუფლად გადარჩნენ, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ ისინი ემსგავსებიან ან ერთ, ან მეორე მშობელ სახეობას. და შუალედური ნიშნების მქონე ინდივიდებს ნაკლები შანსი აქვს შთამომავლობის დატოვებას. ასე რომ შესაძლებელია და მიდის კიდევაც ამ შეხვედრების პერიოდში მიდის ეს გენების მიმოცვლა, მაგრამ მიუხედავად ამ მიმოცვლისა ასიმილაცია ხშირად არ ხდება. ხო, ეს იყო პირველი სურათი, რომელიც არის მცირე კავკასიონზე, აი ამ დაყოფის მაილუსტრირებელი. მაგრამ აქ არის აი სრულიად განსხვავებული ასე ვთქვათ, გეოგრაფიული მოდელი და ეს ეხება უკვე შიგნით აჭარული ხვლიკის გავრცელებას და მის გენეტიკურ განსხვავებას. და თქვენ ხედავთ, რომ ესე იგი არის ორი არეალის ნაკვეთი, ერთი არის დიდ კავკასიონზე, ერთი არის მცირე კავკასიონზე და მათ შორის და ხვლიკები, რომლებიც ცხოვრობენ დიდ კავკასიონზე და მცირე კავკასიონზე, არიან ერთმანეთისგან ასევე გენეტიკურად განსხვავებულები, თუმცა ეს განსხვავება არის ცოტა მცირე და აჩვენებს სულ რამოდენიმე ასეულ 1000 წელს. ეს არის ერთ-ერთი ბოლო ჩვენი აღმოჩენა, ესეც არის ხვლიკზე. ეს არის ეგრეთ წოდებული კიდევ ერთი აი ამ კლდის ხვლიკების ჯგუფის სახეობა, რომელსაც ქვია ბრაუნერის ხვლიკი და რომელიც ცნობილი არის პრინციპში დასავლეთი კავკასიისთვის. მაგრამ რა აღმოჩნდა, რომ ხვლიკები, რომლებიც ცხოვრობენ სამეგრელოს ქედზე, ანუ მდინარე ტეხურას ხეობაში, არიან გენეტიკურად უფრო განსხვავებული ერთმანეთისგან, ვიდრე ხვლიკები, რომლებიც ცხოვრობენ მაგალითად კოდორის ხეობაში და ყირიმში. ეგ წარმოიდგინეთ, რომ თითქოს ესეთი შეუმჩნეველი რაღაცა ლებარდეს ტეხურას ხეობა, როგორც ჩანს არის ხანგრძლივად იზოლირებული რეფუგიუმი, რომელიც იყო განცალკევებული სხვა, თქვათ, დასავლეთი კავკასიისგან.
ეს არის კიდევ ერთი ბოლო, თქვათ, ну ეს ჯერ ასე ვთქვათ, პროცესში არის, ეგ არის ედო აბულიძის კვლევა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სწორედ ამავე გეოგრაფიულ წერტილში, ლებარდეს ხეობაში, სოჭის და ნაძვის ზოგიერთ ინდივიდს გააჩნია განსხვავებული გენოტიპი სოჭისგან და ნაძვისგან, რომელიც არის სხვა ადგილებიდან დაწყებული რაჭით და დამთავრებული აჭარით. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი კავკასიაც არის განცალკევებული რეფუგიუმი, რომელიც თავის დროზე არსებობდა. ესე იგი, ჩვენ ახლა შეგვიძლია ცოტა ესეთი მე ახლა მალე დავამთავრებ უკვე ამ ესე ვთქვათ ლექციას ხო და დაახლოებით მინდა წარმოვიდგინოთ, როგორ შეიცვალა აი ამ გენეტიკური კვლევების შედეგად ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ სად იყო რეფუგიუმები, ან სად არის შერბილებული პირობები კლიმატის ცვლილებების, კლიმატის გაუარესების შემთხვევაში კავკასიის რეგიონში. პირველი საწყისი სურათი არის, რომელსაც გვიჩვენებს მოდელი და რო აჩვენებს, რომ დასავლეთი კავკასია, ან კოლხეთი არის რეფუგიუმი. მაგრამ სალამანდრას, ლოკოკინას და ზოგი ხვლიკების კვლევა, გენეტიკური კვლევა გვიჩვენებს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არა. გვიჩვენებს პირველ რიგში იმას, რომ ჩრდილოეთ თურქეთი, ეს პონტოს მთები და აჭარა წარმოადგენს რეფუგიუმს, რომელიც არის განცალკევებული სხვა რეფუგიუმებისგან კავკასიაში და სხვა, ესე იგი, ტყეები მიუხედავად იმისა, რომ ნამარხი მცენარეები არის მხოლოდ აქედან ცნობილი გამყინვარების პერიოდში, ჩვენ ახლა ნამდვილად ვიცით, რომ მაღალი მრავალფეროვნება და ეს ტყის ეკოსისტემები არსებობდა სადღაც სხვაგანაც დასავლეთი კავკასიის ფარგლებში. შემდეგ, მაგრამ სად? ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ რა, რომ არის ეს დასავლეთ კავკასია, დასავლეთ კავკასიონი, სადაც არის მთელი რიგი სახეობების, ცხოველების და მცენარეების, რომელიც არ არის დანარჩენ კავკასიაში. და ვიცით, რომ სადღაც აქაც იყო, ესე იგი, განსხვავებული რეფუგიუმი. ამასთან ერთად, ჩვენ ვიცით, რომ უკვე აი ამ აჭარული ხვლიკის შესწავლის საფუძველზე, რომ ამ ადგილას და ამ ადგილას, აქაც, ესე იგი, სადღაც აქ შეიძლება ყოფილიყო მესამე რეფუგიუმი, რა? სადღაც ცენტრალურ საქართველოში, ლიხის ქედთან და დიდი და მცირე კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში. აჭარული ხვლიკის გენეტიკური კვლევა გვაჩვენებს, რომ ესე მარტივადაც არ იყო და ეს შუა ქართული, ასე ვთქვათ, რეფუგიუმი იყო სულ ცოტა ორ ნაწილად გაყოფილი. და მერე ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დასავლეთი კავკასიონის და ცენტრალური კავკასიონის რეფუგიუმები, რომლებიც რაღაც პერიოდში შეიძლება ყოფილიყვნენ გადაფარებული, აქაც იყო რაღაც ცალკეული მცირეოდენი ადგილები, მაგალითად ლებარდეს ხეობა, სადაც განცალკევებული, იზოლირებული ფრაგმენტები არსებობდა ტყის. და მე მინდოდა ფაქტიურად ეს მეთქვა, უბრალოდ რომ ეს გენეტიკური კვლევები გრძელდება და რომ საბოლოო ჯამში ყოველწლიურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ცოდნა ამ კვლევების შედეგად ყოველწლიურად ფართოვდება. ყოველწლიურად ჩვენ ვნახულობთ რაღაც ახალს და სულ უფრო და უფრო ვაზუსტებთ წარსული კლიმატის გავრცელებას და სულ უფრო და უფრო ზუსტი პრედიქციებით შეგვიძლია გავაკეთოთ მომავლისთვის. დიდი მადლობა და გეკნებათ რამე შეკითხვები რომ გიპასუხოთ. ან თურქეთში მიმდინარეობს კვლევები ამ სოჭზე და ნაძვზე და უფრო სოჭზე და ისინი ამბობენ, რომ თურქეთის რომელიღაც ნაწილში არსებული სოჭი არის განსხვავებული საერთოდ ნორმალის სოჭისაგან. განსხვავებული გენეტიკურადაც და მორფოლოგიურადაც. და ამტკიცებენ, რომ ეს ცალკე სახეობა შეიძლება გამოიყოს ქვესახეობა. ეთოს აქვს ეს სტატია. ეთოს არ ვიცი რამდენად. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება რომ ეთოს
ამას ნახევარში განსაკუთრებით. ხო და ეს განსხვავებების ხომ არ არის უბრალოდ გამოწვეული უბრალოდ ამ რეფუგიუმების გაყოფით. როგორც ჩანს, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმის შესახებ, როგორ ხდებოდა ჩრდილო აღმოსავლეთ თურქეთში დაყოფა. რეალურად ეს არის აი ძალიან ბევრი კვლევა და ძალიან ბევრი დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ უკვე საბოლოოდ დავაზუსტოთ ეს. აქ ხდება ორი მიმართულებით კვლევები. ნუ მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის საბოლოო ჯამში გენეტიკური მეთოდებით ჩვენ შეგვიძლია ვალიდაცია რეფუგიუმების და არა მათი დადგენა. ესე იგი, ძირითადი მეთოდი ისევ არის გეოგრაფიული მოდელირება, აი ბატონი ლექსო გავაშელიშვილი არის ჩვენი გეოგრაფიული მოდელირების ჯგუფის ხელმძღვანელი და საბოლოო ჯამში მოდელირებით როდესაც იქნება გაკვეული გეოგრაფიული მოდელი, შემდეგ შეიძლება ამ მოდელის შემოწმება გენეტიკური მეთოდებით სხვადასხვა სახეობებს. არის? კი. კი ბატონო, აქ მე შევეცდები რომ გიპასუხოთ, უბრალოდ უდაბნო არის ისეთი ტიპის ლანდშაფტი, სადაც ხელსაყრელ პერიოდშიც არის შედარებით დაბალი მრავალფეროვნება სახეობების, ხო? სახეობის შიგნით მრავალფეროვნება არის, რა თქმა უნდა, ვივდება, მაგრამ არის ძალიან საინტერესო რამე. ჩვენ თუ ვნახეთ, ესე იგი, კლიმატის დაცემის პირობებში უდაბნო ლანდშაფტი უფრო ვრცელდება შედარებით ტყის ლანდშაფტთან. ხო, იმიტომ რომ სჭირდება ნაკლები ნალექები და სჭირდება საბოლოო ჯამში ნაკლები ტემპერატურაც. და თქვენ რომ ვთქვათ, ნახოთ სახეობები, მაგალითად გველების, რაღაც ქვეწარმავლების, რომლებიც არიან ჩვენთან მშრალ ჰაბიტატებში. ესენიც არანაკლებ საინტერესო სახეობებია, მაგრამ დარწმუნდებით, რომ თითოეულ ამ სახეობას აქვს საკმაოდ დიდი არეალი, რომელიც კავკასიის რეგიონის გარეთ ფართოვდება. ხო? და განსხვავებით ტყის სახეობებისგან, რომელთაც აქვს და მთის სახეობებისგან, მაღალმთის, რომელთაც აქვს შედარებით ვიწრო არეალი. არსებობს განსხვავებები გენეტიკური უდაბნოში მცხოვრებ სახეობებს შორის, მაგრამ რაც აქამდე არსებობს კვლევები ამ მიმართულებით, აჩვენებს, რომ ეს განსხვავებები არის ნაკლებად გამოხატული. ესე იგი, საკმაოდ დიდი გეოგრაფიული მანძილი არის საჭირო იმ შემთხვევაში, რომ იმისთვის, რომ განვითარდეს გენეტიკური განსხვავება უდაბნოში მობინადრე ერთი და იგივე სახეობის ცხოვრება. შეიძლება, რა თქმა უნდა, მე უდაბნოსთან იცით როგორ აი ძალიან მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანოთ. ესე იგი, დავანებოთ თავი უდაბნოს და უბრალოდ არამთიანი ლანდშაფტი არ ვიყოთ. ესე იგი, ცხოველები, რომლებიც ცხოვრობენ მთაში, არა, არიან შენარჩუნებულები აქ ხშირად როგორც რეფუგიუმებში. ცხოველები, რომლებიც ცხოვრობენ მაგალითად ჩრდილოეთ ევროპაში, ან ესე იგი ციმბირში, არიან ცხოველები და მცენარეები, რომლებიც გავრცელდნენ ძალიან მცირე, ესე იგი, ძალიან გვიან ამ რეფუგიუმებიდან, ხო? სადღაც 15,000, 10,000 წლის წინ. ნაჩვენები არის, რომ ძალიან დიდ ტერიტორიაზე, თქვათ, არ ვიცი, ციმბირში მობინადრე თაგვები, ხო? მინდვრის თაგვები, რომელთა არეალი ვრცელდება აღმოსავლეთ ციმბირიდან ცენტრალურ ევროპამდე. უზარმაზარი სივრცე. გენეტიკური განსხვავება მათ შორის თითქმის არ არის. სწორედ იმიტომ, რომ გასაგებია რატომაც არ არის. იმიტომ რომ ესენი არიან რაღაცა გვიან გავრცელებული ფორმები, რომლებმაც დაიკავეს უბრალოდ ძალიან დიდი ტერიტორია მოკლე დროში. აი ესეთი სიტუაცია მაგალითად ტერიტორია, რომელიც წინა გამოცემის დროს იყო რეფუგიუმი. და დღეს მაგალითად ჩვენ ამ ტერიტორიაზე ავაშენეთ დიდი ჰესტ რაღაც. ხო, ამით იცვლება ანუ კლიმატი იმ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა.
ეს შეიძლება თუ არა შემდეგ გამყინვარების დროს უკვე აღარ იყოს რეფუგიმი სრულიად სწორედ ამიტომ არის პრაქტიკული თქვა განზომილება არა ამ ყველაფრის ესეთი თითქოს და თეორიული თემა არის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ აი ამ პერსპექტივისთვის ჩვენ რომ ვიცოდეთ სად არის ზუსტად ეს ბიოლოგიური მრავალფეროვნების წყაროები ხო იმიტომ რომ რა თქმა უნდა არის საჭირო მათი განსაკუთრებული დაცვა უფრო დიდ ყურადღებას მოითხოვენ ვიდრე თქვათ ის ტერიტორიები რომლებიც გეოლოგიურ დროში სადაც ხშირად იცვლება კლიმატი და სადაც ხშირად ხდება განადგურებები ისედაც კლიმატის გამო ხო იქ სადაც ძალიან მაღალი არის მრავალფეროვნება გნებავთ ველური სახეობების, მცენარეების, ცხოველების და გინდა აგრარული სახეობების, ან ტყის მეურნეობაში გამოსაჯელი სახეობების, რა თქმა უნდა, არის ძალიან და ძალიან ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, რომ ყურადღება იყოს გადატანილი ამ წერტილზე და სხვა შორის არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ რო ავიღოთ თუნდაც დაცული ტერიტორიები საქართველოში, რომელიც არის განაწილებული, ზოგიერთ შემთხვევაში არის მათი დამთხვევა აი ამ სავარაუდო რეფუგიუმებთან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ არის. ძალიან დრამატულად წარმოგიდგენენ ხოლმე კლიმატურ ცვლილებებს. ეს არის საფრთხე ადამიანისთვის, პროფესიონალიზაციისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ რეალურად ეს ხომ არის ეს გადაჭარბებული შეფასება ხოლმე კლიმატურ ცვლილებებს და თუ კი მართლაც თუნდაც დაახლოებით 4000 წლის წინ ხდებოდა ეს კლიმატური ცვლილებები, რომელსაც ჩვენ როგორც სახეობა შევეგვეთ, მოახერხეთ თუ რა ცვლილებებს და ეს პროეკონომიკური პრობლემაა თუ რეალურად არსებობს. მოდით ესე ვიტყვი კი და არა, აი ჩემი ძალიან ესეთ სპეციფიკური აზრი არის, რომელიც ეხება კლიმატის დათბობას. რა თქმა უნდა, ეს არის რეალური დაკვირვების საფუძველი, რომ კლიმატის დათბობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხდება. რამდენად ისტორიულ პერიოდში ეს არის უნიკალური ან პირველი, მე მიჭირს ბოლომდე თქვა, იმიტომ რომ ვიცი, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში არის ცოტა უფრო განსხვავებული თქვა აზრები, გარკვეული გადავა, გარკვეული ალტერნატიული მოდელები დათბობის და მსგავსი. და სამწუხაროდ, ესე იგი, აი გლობალური დათბობის თემა გადაინაცვლა მნიშვნელოვნად სამეცნიერო სფეროდან პოლიტიკურ სფეროში. ხო, ესე იგი, როდესაც საზოგადოება, როდესაც ხდება თქვა გამოკითხვა საზოგადოების, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში რამდენი ადამიანი ეთანხმება იმას, რომ არის თუ არა მნიშვნელოვანია თუ არა ეს დათბობა, რა, მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ცოტა ესეთი უაზრო რაღაცა არის, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანს კონდეს თქვა თავისი აზრი ამის შესახებ, უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც გაზეთში ნახა, ხო? ეს ამაზეა დამოკიდებული. მაგრამ პრობლემა უეჭველად არის და პრობლემა არის მნიშვნელოვანი. და თუ ადამიანი კაცობრიობმა გადაიტანა კლიმატის ცვლილებები რამოდენიმე 1000 წლის წინათ, ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს დედამიწაზე არის 7 მილიარდი ადამიანი. რამოდენიმე 1000 წლის წინათ დედამიწაზე იყო რამდენი აი 8 მილიონი. ხო, და მოკლედ ყოველ შემთხვევაში მილიონობით ან ათეულ მილიონობით იზომებოდა. და რა თქმა უნდა დედამიწა არ იყო ისე მჭიდროდ დასახლებული, როგორც არის ახლა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ რისკის ზონაში დათბობის შემთხვევაში და ზღვის დონის მომატების შემთხვევაში ხდება ჭარბად დასახლებული ტერიტორიები ევროპაში, ამერიკაში, იაპონიაში და მსგავსი, რა. ამიტომ ამას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და ცუდი შედეგები მოყვეს, მაგრამ მე ვარ უფრო ესეთი რეალისტური მიდგომის მომხრე, რომ პირველ რიგში ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, სადაც კაცობრიობას ძალუც, რომ ესე იგი რაღაც შემადგენლობრივი ზონები იყოს. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო გამყინვარება დაიწყო ბიურმული გამყინვარება 60,000 წლის წინ და დამთავრდა დაახლოებით 10,000 წლის წინ და ამ შუალედში ასე ვთქვათ. შეგასწორებთ, ესე იგი დაახლოებით დაიწყო 110,000 წლის წინ პირველი გამყინვარებები და პიკს მიაღწია 25-20,000 წლის წინ
და შემდეგ დათქობა დაიწყო სადღაც 15. ბოლო გამყინვარება იყო ვურმუნდი გამყინვარება და დაიწყო 60,000-ის წინ და დათქობა. არა, ბოლო ტალღა, ვურმუნდი გამყინვარება ეს არის ევროპული განაზომი ამის, რომელიც არ არის ზოგადად მსოფლიოში ეს ბოლო გამყინვარების ციკლი ჩვენ შეგვიძლია, რა ვიცი, ნახოთ შევამოწმოთ, ეს არის კითხვის მიზანია. ამ შუალედში მცხოვრები ეს ორგანიზმები, მცენარეები და ამ 10,000 წლის წინ რომ დამთავრდა ადაპტაცია განიცადეს თუ ვერ განიცადეს? ან როგორ რას განიცადეს? ნიშნავს ადაპტაცია განიცადეს? ანუ როგორ შეეგუათ სიტყვაზე რომ მაშინ კი გამყინვარება რო იყო მაშინ ხო და აი სწორედ ამას ვსნიდი ახლა რომ ესე იგი ისე ხო არ არის რომ თქვა მთელი დედამიწა თანაბრად გაიყინა და მე თანაბრად დახრა. არა? რანაც გარკვეული მაგალითად კოლხეთში იყო გარკვეული რეფუგიუმები, სადაც კლიმატი ძალიან უნიშნელოდ განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ამიტომ ისინი უბრალოდ გადარჩნენ. კი კლიმატის ცვლილება იყო, მაგრამ იყო შედარებით უნიშნელო. მაგას სჭირდებოდა სრულიად განსხვავებული კლიმატისადმი შეგუება. პირიქით, ესე იგი შეგუება გარკვეული სახეობები შეეგუენ, რა თქმა უნდა, გამყინვარებისას, ცივ კლიმატს, დიდი ნაწილი ამ სახეობების, მაგალითად, დიდი ზომის ძუძუმწოვრები, მამონტი და ბეწვიანი მარტორქა უბრალოდ განადგურდნენ, როდესაც კლიმატი შეიცვალა, მაგრამ აი ეს პატარა არსებებია, რა ვთქვათ, ხეები და მწერები და ამფიბიები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ რეფუგიუმებში, ისინი ძალიან ცოტა შეიცვალდნენ იმის შემდეგ, რაც თქვენ პირადი აზრი მაინტერესებს, რომლისგან უფრო გლობალური დათქობა თუ გლობალური კლიმატის ცვლილება. ანუ თუ რო დამკვიდრების სრულიად სხვადასხვა ტერმინია მე ვერ ვიქნები ერთისკენ, ხო? კი ბატონო, ხო, გლობალური კლიმატის ცვლილება, რომელშიც როგორც ჩანს, ადამიანის მიერ მოღვაწეობას გარკვეული ცვლილი შეაქვს. ის სოფლიოში ეთანხმება მაგაზე, რომ ეს ტერმინი ასე გამოიყენება. კი ბატონო, ხო. ექს უფრო პოლიტიკოსების მეგონი გადაწყვეტი. დიახ. ანუ ხორცენეთ რომ პალეონტოლოგიური კვლევის ერთ-ერთი საშუალება როგორც ანაბეჭდების გარდა არის მტვერის. და ამ მტვერის ანუ ორგანიზმის სარიყი განსახლებული შეიძლება შეუშალოს ამ მტვრის ქარის მიერ გადატანა. და ამ მტვერში არის თუ არა ისეთი ნივთიერებები, რომელიც მიახლოებით ინფორმაციას მოგვაწვდიან, თუ საიდან არის გადატანილი ეს. ან თუ იქნება რამე ორგანიზმის ნივთიერება, რომ დნმ-ის ანალიზი გადაიღოს. მართალი რომ გითხრათ, იცით, ესეთ რაღაცაზე მე არ შემხედრია ალბათ კვლევები, რომლებიც მტვერის დნმ-ზე ყოფილიყო ჩაბარებული. ნამარხებზე კი, ნამარხებზე ხდება გამოყოფა დნმ-ის ნამარხებისგან, რომელთა ასაკი როგორც წესი არ აღემატება რამდენიმე ათეულ ათას წელს. ესე იგი, უფრო ძველი ნამარხებიდან ეს ვერ ხდება, იმიტომ რომ იქ არის მინერალიზაცია და არაორგანული ნივთიერებები შეიცვლება ორგანიზმში. არის შანსი რომ მტვერშიც იყოს ნივთიერებები და მოგვაწვდეს ინფორმაცია იმის გასაგებად. თეორიულად კი, მაგრამ მე ძალიან მწვენია, მაგრამ მე უბრალოდ არ ვიცი კვლევები, სადაც დნმ-ის შესწავლა მტვერზე კი. ხო. არა, ნუ იმედოვნებთ, ეს იყო ესე იგი შეცდომის ეს იყო შეცდომა, ის რასაც დღეს თუ ხლიქს ეძახიან, არა უწოდებენ. თვლიდნენ რომ ეს არის იგივე ხლიკი, რომელიც არის ბორჯომის ხეობაში. მე ის აღწერეს ცალკე სახეობად და აჭარული ხლიკი დარჩა ბორჯომში და სამეგრელოში და აჭარაში არის სხვა. ასე რომ ეგ არის უკვე ფორმალური ტაქსონომიის, ასე ვთქვათ, სირთულეები. არის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.